სახალხო კრება ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის დაუსვენებით დღეს თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გამართა. ჩვენი კორესპონდენტები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და ახლა პაატა ეკობაშვილი გვიამბობს თუ რა ხდება საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიასთან. პაატა გავსევდა ცნობები, რომ მომიტინგეებში დროშის ტარებს არიგებენ, რომლებიც ძალზე წააგავს ხელკეტებს. კი დათო ეს ნამდვილად ასეა. კი ხდება ესეთი ფაქტი, არიგებენ ნამდვილად აქ დროშებს, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო ტარი აქვს, პლასმასის ტარი, რომლებსაც მე როგორც დავაკვირდი, რამდენიმე ახალგაზრდა დღის განმავლობაში საკმაოდ აგრესიულად და ძალიან ხშირად გასართობადაც კი იყენებდა და იქნებდა ხმალობდნენ კიდევაც რაღაც მომენტში ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც ეს დროშის ტარები ჰქონდათ. მაგრამ თავარი, რასაც მე მინდა შევეხო, ეს არის ის თუ რა ხდება ახლა აქ ტელევიზიასთან. აქ არის მოლოდინი. პირველ რიგში მოლოდინი სახალხო კრების ლიდერები ელოდებიან თავის მხარდამჭერებს. მთელი დღის განმავლობაში დაწყებული დაახლოებით 3 საათიდან, როდესაც აქცია უბრალოდ დაახლოებით 4 საათიდან, როდესაც აქცია თავისუფლების მოედანზე დაიწყო, იმ განცხადებებთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო, სახალხო კრების ლიდერები ასევე ძალიან აქტიურად მოუწოდებდნენ თავის მხარდამჭერებს შემოერთებოდნენ მათ. ეს მოწოდება კიდევ უფრო აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც სახალხო კრებამ და მათმა მხარდამჭერებმა გადმონაცვლეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ეს მოხდა დაახლოებით 6-დან 7 საათამდე შუალედში. ამ პერიოდში მათ ჰქონდათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, ისინი მოითხოვდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელისგან, რომ მიიღოთ პირდაპირ ეთერი. ზუსტად საღამოს 8 საათზე ეს მოხდა კიდევაც, მათი მოთხოვნა შესრულდა. ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი, ჩემს აზრით, იმიტომ რომ 8 საათზე პირველ არს ეიწყება მოამბე და შეუძლებელი იყო, რომ მოამბეს საინფორმაციო გამოშვებას არ დაეთმო თავისი ყურადღება იმ აქციისთვის, რომელიც პირველი არხის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარეობს. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, ყოველთვის, როდესაც მოამბე პირდაპირ ეთერში შეიყვანდა აქციას, ლიდერები, სახალხო კრების ლიდერები სარგებლობდნენ ამით, რა თქმა უნდა და მაქსიმალურად ცდილობდნენ მოეწოდებინათ თავისი მხარდამჭერებისთვის მოსულიყვნენ და შემოერთებოდნენ მათ. როგორც კი მოამბე შეწყვეტდა პირდაპირ ეთერს, ეს მოწოდებებიც უფრო ნაკლები ინტენსივობით ისმოდა. არ ვიცი რის გარი შეიძლება იყოს ეს, შესაძლოა მათ სურთ, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი მოვიდეს აქ და არ არიან კმაყოფილები ხალხის იმ რაოდენობით, რომელიც აქციაზე გამოვიდა. ჩვენ შეგვიძლია სახალხო კრების ლიდერების კომენტარები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. ვის ტელევიზორს უყურებთ? მე დადგებით და ჭკუის რიგებას დაუწყებთ ხალხს. რომ ეს რატომ არ ქენით, ის რატომ არ ქენითო? გამოგწადით დადექით ამ ადამიანების გვერდით. სირცხვილია. სირცხვილია ქართველებო. თქვენ მიდით, ჩვენ გიყურებთ და ტაშ დაგიკრავთო. ეს არ არის ქართველებისთვის დამახასიათებელი. ვისაც გინდათ თქვენი შვილების უსაფრთხო ყოფნა, დადექით აქა და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება გავუშვათ. მოუწოდებთ ქუდზე კაცი მოვიდეს აქ. აქ წყდება საქართველოს ბედი, აქ წყდება ჩვენი თავისუფლების ბედი. დათო დაახლა ჩვენ შეგვიძლია ზუსტად მაყურებელს შევთავაზოთ ის კადრები, რომლებშიც ძალიან კარგად ჩანს, როგორ არიგებენ იმ იმპროვიზირებული სცენის სიახლოვეს, რომელიც პირველი არხის წინაა მოწყობილი, აქტივისტები სახალხო კრების დროშებს, რომლებზეც შენდა მისულ შეკითხვა, საკმაოდ საინტერესო ტარი, დროშის ტარები აქვს ამ ჯოხებს, რომლებსაც ძალიან ბევრს დროშა უკვე აღარ აგვზეთ, მინდა აღვნიშნო და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება ჩემი აზრით. მთელი დღის განმავლობაში აქციაზე პირადად მე არ დამინახავს საქართველოს ხუთჯერიანი დროშა. აქ იყო მხოლოდ სახალხო კრების დროშები და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, სცენაც ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. ეს შესაძლოა რა თქმა უნდა დამთხოვა იყოს, მაგრამ ეს დროშებთან დაკავშირებული დაკვირვება, რომელზეც ძალიან ბევრი საუბრობს სხვათა შორის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ რითი რაზე საუბრობენ სახალხო კრების აქტივისტები, რომელსაც ამ დროშებს არიგებენ და კიდევ პირბადებს, რომლებიც აქვს ახალგაზრდებს, ისინი მეგეთქვით აცხადებენ, რომ ამას ყველაფერს გამოიყენებენ აგრესიის დროს. სავარაუდოდ თავდასაცავად. ესეთი კითხვა ჯერჯერობით ასეთ კითხვაზე პასუხი არ დაუცეთ. ეს არის სახალხო კრების დროშა. და კი ბატონო, ეს აგიხდით, ეს არის გაზი, რომ გაუშვან იმის დასაცავი. დაგმაყოფილ რა
მოხდება აქ კიდევ დღეს ძნელი სათქმელია, თუმცა კი ლიდერები როგორც თავად აცხადებენ, აწარმოებენ განუწყვეტელ კონსულტაციებს, მათ შორის ერთმანეთთანაც, სავარაუდოდ ისინი აწარმოებენ კონსულტაციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთანაც, იმიტომ რომ კვლავაც ისმის განცხადებები, რომ არ არის საკმარის 5 წუთიანი ჩართვები, შესაძლოა მათ სხვა ტელევიზიებისგანაც მოითხოვონ პირდაპირ ეთერი და ასევე აქ ისმის განცხადებები, რომ სახალხო კრება არ აპირებს დაშლას, აპირებს მთელი ღამე დარჩეს აქ, როდემდე გაგრძელდება აქცია, ჩვენთვის უცნობია, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. პაატა იაკობაშვილი ეს აღნიშნავს სუბიექტური შეხედულებაა, ჩემი რომ ალბათ ულტიმატუმი თავის მოლაპარაკებას გამორიცხავს. რა ხდებოდა ბათუმში? დაახლოებით საღამოს 8 წუთებზე ინციდენტი მოხდა ბათუმის ტელევიზიასთან. მომიტინგეებმა წამოაყენეს ულტიმატუმი მის შესახებ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი შეიჭრებოდნენ ტელევიზიის შენობაში. პოლიციამ ტელევიზიის კორდონი გააგრძელიერა, რასაც მომიტინგეები შევიწროვებდნენ მოყვა. ამის შემდეგ მოწოდებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ტელევიზიის მისამართით ისროლეს ტრანსპორანტები და ქვები, რაც პოლიციასთან შეხლა შემოხლითა და მომიტინგის დაშლით დასრულდა. აღნიშნავენ რუსთავი 2 საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოვლენათა განვითარებას და აი რა შედეგი მივიღეთ ამ დროისათვის. თუ როგორ ვითარდებოდა წინასწარ დაანონსებული რევოლუციის პირველი დღე. აქცია თავისუფლების მოედანზე საღამოს 6 საათზე დასრულდა. სახალხო კრების აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ დაიძრნენ. ჩვენ ეხლა ყველა დავიძრებით დავიწყებთ შუალებას საზოგადოებრივი მაუწყებლისაკენ. სულხენა გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე წუთით ადრე სახალხო კრების ლიდერებმა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქებისთვის საგანგებო მადლობა გადაუხადა. გვაინტერესებს რა ხდება დღეს თავისუფლების მოედანზე, გადათვლენ ამ მაესტროზე, ამ მეორე არხზე და შევიტყობენ ის სულისკვეთებას, რაც ხდება საქართველოში დღეს. მადლობა მეორე არხზე მაესტროს. გია ბურჯანაძეს მიტინგის წამყვანის ფუნქცია ერგო. სახალხო კრების სხვა ლიდერებმა დამატებითი მოვალეობებით საკუთარ თავზე აიღეს. აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერების გამოსვლების შინაარსის გარდა მათი ქცევის წესებსაც ყურადღებით აკონტროლებდნენ. რომ საქართველოს კუთხეებიდან ვერ ჩამოსულიყვნენ ახალგაზრდები, მაგრამ მაინც ჩამოვიდნენ და ჩვენთან არიან. ეთიკეტის და სახალხო კრების წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგის მიხედვით საგანგებო მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე ნონა გაფრინდაშვილმა წაიკითხა. მას შემდეგ რაც ტექნიკური ხარვეზის მოგვარება აქციებში უფრო გამოხდილი გია კობახიძის დახმარებით შეძლო. სახალხო კრებას შემუშავებული აქვს თანამდებობრივი მოქმედების გეგმა. გათვალისწინებულია ყველა ის სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოვლენები განვითარდეს.
ჩართული მიკროფონებიდან ლიდერების სამოქმედო გეგმის გაგებას სახალხო კრების აქტივისტები თითქმის 1 საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. რამდენჯერმე გაკეთებული დაპირების მიუხედავად აქცია თავისუფლების მოედანზე ისე დასრულდა, რომ მოქმედების სტრატეგია აქციის მონაწილეებს ბოლომდე არ გაუმხილეს. ხალხის რაოდენობით უკმაყოფილო ლიდერები უფრო ხშირად მათ მიმართავდნენ, ვინც მიტინგზე არ მივიდა. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხლა ელოდება ჩვენგან ნაბიჯების გადადგმას. ასეთები ბევრი არიან. მიდით და რომ შეგხედავთ ბოლომდე იბრძვით ჩვენც მოვდივართო. არ არის მთლად ვაჟკაცურის აქციელი ძირფასო ქართველებო. ვისაც ბრძოლა გინდათ, თუ მართლა გინდათ, გამოდით და დადექით. ჩვენ მივდივართ ამ ბრძოლაზე. დიახ, ჩვენ მივდივართ. შედავთ, მაგრამ ბევრს ვერ შედავთ. ჩვენ მარტივიღებით ამათ. რატომ ზიხართ სახჩებში? რა გიქნეს, რა? ეს ჩვენ აქ ყოფნას დიდხანს არ ვაპირებთ. გაიგოს ყველამ, ის მოგიწოდებდა. ეს იყო ჩვენი მეგობრები, თუ ჩვენი ოპონენტები. ამოგვივიდა ყელში დგომაო. აქ შეიკრიბა ის ხალხი, ვის ერთ ადგილას დგომას არ აპირებს. დაანონსებული რევოლუცია, რომლისთვისაც ნინო ბურჯანაძე რამდენიმე თვეა საგანგებოდ ემზადება, მხარდამჭერების დათვლით დაიწყო. დროდადრო თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს გამამხნევებელი შეძახილებითაც მიმართავდნენ. ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებს ბათუმში, თბილისიდან ითვლიდა. ბათუმში არის ძალიან ბევრი ჩვენი ფენომენია შეკრებილი, რამდენიმე ათასი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ გატერერებული იყო მთელი აჭარა და გურია, ამის და მიუხედავად ფეხით ჩავიდნენ ბათუმში ადამიანები ქედადან, ხულოდან, უამრავი ადგილიდან და სოფლიდან. მხარდამჭერების მოლოდინში აქციაზე 1 საათიანი დაგვიანებით, მაგრამ პოლიტიკური გამოსვლები მაინც დაიწყო. ლიდერებისგან გასაიდუმლოებული სამოქმედო გეგმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებისთვის იროლი ამოსაცნობიაც მიმართვების შინაარსიდან გახდა. რა დღეში შეაგდეს ამ მანქურთებმა ჩვენი საქართველო და ქართველი ხალხი ერთი მამალი აღვიძებდა ოდის საფხაზეთ. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ეს. მე მინდა დღემსადაც მე შევახსენო ის ადამიანი, რომელიც იყო თამარ დიდის დედა, მისი თანამედხედრე დავით სოსლანი. ან გადარჩება სიკვდილი ენაცელი. ჩვენ ვებრძვით სამართლიანი არჩევნებისთვის. დიახ, ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში უნდა დამთავრდეს სამართლიანი არჩევნებით. აქციის მთავარი ლოზუნგის მოსასმენად კი მზადება დღის პირველი საათიდან დაიწყო. სახალხო კრების აქტივისტები დანიშნულ ადგილას ლიდერებზე გაცილებით ადრე მივიდნენ. რაბაზ ალაპროტეს ლოზუნგის ვერა, ბაბებს სიუჟეტის ვერა, არაფერი. რა ხდება, არა? სამის ნახევარზე მოვედი და 2 საათი გავიდა, ეხლა დაიწყეს. ლაბა, გადავერვისმენ მაგათო. მაგათ შემილია შულო მე 16 წლის ბიჭი არა. 3 საათზე დაგეგმილი მიტინგის დაწყება აქციის ორგანიზატორებმა ტექნიკური მიზეზების გამო საათნახევრით გადადეს. სცენა და მიკროფონები საკრებულოს შენობის წინ დაამონტაჟეს. აქციაზე მრავლად იყო ნინო ბურჯანაძის პარტიული დროშები, მაგრამ სახალხო კრების არც ერთ მხარდამჭერს თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული დროშა არ მიუტანია. ყველაზე ბოლოს აქციაზე ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე დაცვასთან ერთად გამოჩნდა. 24 საათი 48 საათი არის. ასეთ რეჟიმში აქციის გაგრძელების სურვილი თავისუფლების მოედანზე შეკრებილების უმრავლესობას აღარ გამოუთქვამს. თავისუფლების მოედნიდან ტელევიზიისკენ წამსვლელებს სახალხო კრების აქტივისტები ასე აგროვებდნენ.